აი ესე ქურდები, კრიმინალები, პოლიციელები, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთში აზელილი ესე მართავენ და ესე არის მაგალითად ვასილ ჩიგოგიძის კადრი არის შარაშიძე და არაერთი კრიმინალური დაჯგუფება ყავს ჩიგოგიძეს ჩოხატაურში და გურიაში მაგალითად რომლებიც ესე ბრჭყალებში ვიტყვი ამ სიტყვას ოფშიაქს კრებენ ხალხის ფულებს ესე ტაქსისტები იქნება ეს თუ მაღაზიები სხვადასხვა და აი მაგალითად შეგიძლიათ დაინტერესდეთ და მოკითხოთ მამუკა მდინარაძეს ზურა ნონიაშვილი როგორ არის დღეს თავისუფლებაზე ეს არის კრიმინალური ავტორიტეტი რომელიც პროკურორის მკვლელობისთვის იხდიდა ციხეში გზდანის მერვე დაწესებულებაში იყო სხვადასხვა შორის მაყურებელი ციხის და ეს კაცი დღეს არის თავისუფლებაზე, როდესაც მას სამუდამო ჰქონდა და აი ახლა რომ გადაამოწმოთ, აი შემთხვევით ძალიან ძვირად ღირებულ სასტუმროებში ბათუმში ცხოვრობს, სახლები იყიდა, ძალიან დიდი შემოსავალი აქვს და ასეთივე არის კიდევ ერთი ლაშა გიორგაძე, რომელიც ასევე კრიმინალი არის ჩიგოგიძის დაჯგუფების წარმომადგენელი და ესეთ ადამიანებთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე და სამწუხარო არის რომ მე მაგალითად წუხარ ამაზე იმის გამო რომ ჩემი 16 წლის შვილი რომელიც გურიაში აქ იზრდება რომ გამოხვიდეთ აი მაგალითად ოზურგეთის ცენტრში რომ გამოხვაც ნახავ ერთად როგორ სხედან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქურდები მეტადონშიკები, ნარკომანები და პოლიციელები ერთ სივრცეში და იქ ანუ ჩემი ყურით რამდენჯერ გამიგონია რომ სკოლის მოსწავლე ბავშვებს უშვებენ ნარკოტიკის ასაღებად და დინარაძემ რო გამოაცხადა და კობახიძემ ნარკოტიკებთან ბრძოლა ვითომ რო ებრძვიან ამ ნარკოტიკებს დინარაძის მოადგილე ლევან ხარაბაძე იყო გურიაში პოლიციის უფროსი და ძალიან კარგად უნდა იცოდეს, როდესაც ეხა დინარაძის მოადგილე დინარაძემ რა მდგომარეობა არის და რა ხდება, როგორ დაღუპეს მომავალი თაობა და ელემენტარულად გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, იმდენად დააბრუნეს 90-იანი წლები, აი რო კითხოთ 10-დან რა ვიცი 8 მოზარდი გიპასუხებთ, რომ რავი, ქურდობა უნდა. აი წარმოუდგენელი მდგომარეობა